მაშას ეგრძელდება ჩვენი გადაცემა დღე პირველ არხზეა ეთერში უყურებთ მას 2 საათამდე გოგა ჩართოლანი მეგოძღვები დღეს ამ გადაცემას და ჩემთვის უსაყვარლესი თემით ვაგრძელებ საერთაშორისო დღეს აზრდაც ვსაუბრობ ყველა ჩემს ახალგაზრდობასთან ბავშვობასთან არის დაკავშირებული ეს საკითხები და თემები და რაზედაც ახლა ვისაუბრებ ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა ჩემი ცხოვრების მათ შორის სანამ პროფესიულ ცხოვრებას დავიწყებდე მანამდე ეს იყო მახსოვს როდესაც მიხეილ თუმანიშვილის მიერ დაარსებული კინომსახიობთა თეატრალური სახელოსნო ასე რქვა მაშინ მას შეიქმნა მე მაშინ ვიყავი მერვე კლასში და ჩემი და კი ამ დაამთავრა ვერ მოეწყო პირველ წელს თეატრალში და მივიდა აქ ამ თეატრში ასე ვთქვათ თანამშრომლად და ახალი სკამები მოიტანეს ესე კარგად მახსოვს ეს და ამ სკამებს ჰქონდა ხის ნომრები რომელიც რეზინის რაღაც ბუდეებში უნდა ჩაგვესვა და ეს ჩემთვის რაღაცა დღემდე მახსოვს როგორც დავიწყარი შთაბეჭდილება რომ ამ თეატრის სკამებში ნომრების ჩადებაშიც მიმიწვის გარკვეული წვლილი შემდგომ გავიდა რამოდენიმე წელი მე ჩავაბარე თეატრცოდნეობის მიმართულებით და დავიწყე ამ თეატრთან მუდმივი კონტაქტი და ეს ერთ-ერთი უსაყვარლესი თეატრია ჩემთვის და უდიდესი ბედნიერება იყო როდესაც ბატონ მიხეილ თუმანიშვილთან მქონდა ძალიან მჭიდრო პროფესიული კავშირი, ბევრი გადაცემა გავაკეთე მასზე და ძალიან მნიშვნელოვანი ინტერვიუები მაქვს მასთან ჩაწერილი, რაც და პლუს ის რომ მან მომცა უფლება მის რეპეტიციებზე ყოფილიყავი და ეს რეპეტიციები მე ნახა ჩემი თვალით თუ მართლაც ლეგენდარული მაესტრო როგორ მუშაობს თავის მსახიობებთან იმ მსახიობებთან რომელიც ერთ-ერთი წარმომადგენელი დღეს ჩვენი სტუმარია და დღეს ჩვენ სწორედ მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის თავთან დაკავშირებულ საღამოებთან და დღეებთან ყავს სტუმრად მოწვეული ჩვენ ეთერში არაჩვეულებრივი ადამიანები რომლებიც კიდევ უფრო მეცი საუბრობენ ამ დღეებთან დაკავშირებით მოგესალმებით მიხარია ჩვენთან ხართ მე მოგიდგეთ ჩვენ სტუმრებს დავიწყებ ქალბატონი და ჯოჯუათი რომელიც არის ერთ-ერთი დამაარსებელი ამ თეატრის და ეს მახსოვს ის ულამაზესი გამოვიდოდა სცენაზე და ნახევარ საქართველოს შეყვარებული იყო მართლაც ამ საოცარი სილამაზის და ნიჭიერების ადამიანში მადლობა რომ ჩვენთან ხართ დარეჯან დღეს სამხატვრო მწვანელი ერქვა ადრე და ხა თეატრის დირექტორი ქვია როგორც ვიცი შეიცვალა ივანო ხუციშვილი რეჟისორი რომელიც არის დღეს ჩვენი სტუმარი და ნუ ყველასთვის უსაყვარლესი და ყველა ცნობილი ნუ მსახიობად ცნობილი მაგრამ ასევე ცნობილი მხატვარი და არქიტექტორი კახა ქორიძე უღრმესი მადლობა ჩვენთან ხართ და ვისაუბრებთ მართლაც აი ძალიან საინტერესო პროექტზე თეატრის ავტოგრაფი ესე რომელიც არის და დაჯილდოება ხდება თქვენს თეატრში და ერთ-ერთი ამ ჯილდოს შემქმნელი გამკეთებელი და შემდგომ ასე ვთქვათ მიმღებიც არის თავად ბატონი კახა ქორიძე და არა მარტო და მე მაპატიეთ სანამ გადმოვალ თქვენთან აუცილებლად უნდა მივულოცო ამ თეატრის ასევე ერთ-ერთ ბურჯს და დამაარსებელ ლაურა რეხვიაშვილს დაბადების დღე აქვს დღეს და ლაურა კარგად იყავი არაჩვეულებრივი მსახიობი ხარ შესანიშნავი ადამიანი და ძალიან მიხარია რომ ხარ ფორმაში ხარ მოქმედი მსახიობი ხარ და ეს დირექტორია წახვედი მე ესებ დაბრუნდი ძალიან მიხარია რომ კლავ სცენაზე ხარ ასე რომ მოგესალმებით მაშასე მიხეილ თუმანიშვილი 105 რას და ავტოგრაფი რა ხდება ამ დღეებში როგორ ვაინჭებ ძალიან ბევრი ადამიანი ქეთი დოლიძე მზია არაბული დარეჯან ხაჩიძე ჯოჯუა ზურა ყიფშიძე პაატა ბარათაშვილი ლაურა რეხვიაშვილი ცოტნე ნაკაშიძე რამასველი ნინო ჭანკვეტაძე ავინ არ გამომჩეს ვისაც აქვს მიღებული ეს ჯილდო რა ხდება და როგორ ვაინჭებთ ამ ჯილდოს? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. 11 მაისს იყო მიხეილ თუმანიშვილის გარდაცვალების დღე. 30 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან და წერილი გარდაცვალების დღეს. მინდოდა თეატრს აეღნიშნა რომ ის არ წასულა ის დარჩა და კიდევ მრავალი წელი 10 წლეულები მოემსახურება თუმანიშვილის თეატრს და ასევე ზოგადად ქართულ თეატრს და თეატრმა გადაწყვიტა რომ აგვეღნიშნა ეს დღე ცოტა სხვანაირად და მივიღეთ გადაწყვეტილება რომ შეგვექმნა უკვე ასე ვთქვათ თეატრის ინიციატივით ჯილდო, რომელსაც დავარქვით თეატრის ავტოგრაფი და ეს იდეა წამოვიდა ბატონ კახა ქორიძეს მიერ შექმნილი ამ თეატრისთვის ლოგოდან და ვფიქრობ რომ ამ ლოგომ როგორც ამ თეატრმა გაუძლო
ძალიან ბევრ პერიპეტიებს, ცხოვრებისეულს და თეატრალურს და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ქართული თეატრის ისტორიაში და პრაქტიკულად მიხეილ თუმანიშვილმა და მისმა სწავლებამ და მისმა მიდგომამ და მისმა მეცნიერულმა მიდგომამ სამსახიობო ხელოვნების მიმართ და სარეჟისორო ხელოვნების მიმართ და პრაქტიკულად ერთადერთი ადამიანია ქართული თეატრის ისტორიაში რეჟისორი თეორეტიკოსია რომელმაც ასე ვთქვათ სკოლა შექმნა და სისტემატიზაცია ხელმძღვანელოები ყველაფერთან ერთად. და ფიქრობ, რომ აი ამ სწავლებაზე დგას სწორედ დღეს ქართული თანამედროვე თეატრი და ამ სკოლით კიდევ დიდხანს იდგება და ჩვენი ვალი არის, რომ ყველა ჩვენთაგანის და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენ წეგან ახსენეთ, რომ მე მერვე კლასში ვიყავი, როცა და მე საერთოდ დაბადებული ვიყავი, რომ შეიქმნა ეს თეატრი და დღეს ძალიან მადლიერი ვარ ცხოვრების, მოცემულობის, რომ მე მეძლევა საშუალება აბსოლუტურად სხვა თაობამ გამოხატოს მიხეილ თუმანიშვილის მიმართ ძალიან დიდი მადლიერება და პატივისცემა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს თეატრი შექმნა და დაარსა. და ბატონი კახას პირველი ჯილდო მადლობის სიგელის სახით გადავეცით ბატონ კახაქორიძეს და აქვე მინდა მადლობა უთხრა ამ გონივრული ლოგოსთვის, რომელიც ძალიან დიდ ინფორმაციას იტევს თავის თავში. რას იტევს? მოდით მინდა ვკითხო ბატონ კახა. რა საიდან წამოვიდა თქვენთვის ის ლოგო ძალიან რთული შესაქმნელია ზოგადად. მეც მქონია შეხება ლოგოებთან, არ აკვავს ბევრი ვინც ქმნის ლოგოტიპებს, ლოგოებს, ეს რთულია, არ არის მარტივი და ეს უნდა დარჩეს მე რა სხვა შეცვლი ხა ძალიან ხშირად ქმნიან ამ ლოგოებს და მე ეს უცვლია, იმიტომ რომ რაღაცა არ ამართლებს და ეს საკმაოდ რთულია. ამას ჭირდება ალბათ რაღაცა მნიშვნელოვანი მოძებნა, რომელიც სამუდამოდ უნდა დარჩეს როგორც ლოგოტიპი და ლოგო თვითონ თეატრისა. რა გახდა თქვენთვის ამისი მთავარი ღერძი, რასაც დაეყრდნო თქვენი მხატვრული აზროვნება ამ შემთხვევაში და ხერხები? დავისთავოთ ის, რომ მაშინ საბჭოთა კავშირში ერთიანი დირექტივით შეიქმნა ყველა რესპუბლიკაში მითითება იყო კინომსახიობთა თეატრის შექმნისა. უნდა გითხრათ, რომ ალბათ ვერსად ვერ გაამართლა. ნუ დარჩა ეგ. ხო, ვერა, იქაც არ იყო, არასოდეს არ იყო საინტერესო თეატრში ნაკლებად. ძალიან კარგი იდეა იყო. ეს იყო იმისათვის, რომ მსახიობები, რომელიც მოცდენაზე არიან, ყოველთვის ხო არ არის გადაღება, რომ ისინი ფორმაში იყვნენ, ამისათვის საჭირო იყო კინომსახიობთა ესეთი თეატრის, ისევე როგორც რეჟისორებისთვის. ნუ ხან როგორ არ უყვარდა ბატონ მიხეილს, რომ კინოში მიდიან, ამაზე ქალბატონი დარეჯანი გვეთქოს მე. ეგ მე მკითხეთ. თქვენ ციცით კი. თათვირზე მე მაგზავნიდა კინოსტუდიაში ბატონი მიშა, რომ დაგვეცვა თეატრი იმის გამო, კინოს შემოტევისგან. არა, თავისთავად ამისთვის შეიქმნა. ამიტომ შეიქმნა. ამისთვის შეიქმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ კინოსტუდიის მსახიობთა კოჰორტა, რომელიც ირიცხებოდნენ მსახიობებად, სულ ყველას უნდა ახლა ბატონ მიშასთან ყოფნა და სპექტაკლში თამაში. მახსოვს ამ პერიოდში. არა მარტო მსახიობებს, რეჟისორებსაც, რომელიც მოცდენაზე იყვნენ, გაუჩნდათ სურვილი, რომ სპექტაკლები დაედან. აი ბატონი მიშამ თქვა მე ეს თეატრი მე გამიხსნას თუ სხვისთვის არის, ნუ მოკლედ იყო ეს დაძაბულობა. მეორე მხრივ თეატრიც სინქრონულად ვერ მუშაობს და ვერც კინო გადაღება. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა ბევრ ამეზეა დამოკიდებული წარმოება კინოს გადაღება. ხო და ამიტომ ის გრაფიკს რო შეადგენდნენ, იმ გრაფიკით არ ხდებოდა მსახიობის დაკავება, იმიტომ რომ სპექტაკლში და ასე შემდეგ. ანუ აქაც ზარალდებოდა საქმე, იქაც კარგი ხდებოდა და აქაც თან ერთდროულად რა. ხო და სწორედ როდესაც ბატონმა მიშამ თქვა, რომ გამეკეთებია პროექტი თვითონ თეატრის
იმიტომ რომ ჩვენ თეატრის შენობა რომელიც გამოგვიყვეს მახსოვს. თავის დროზე ეგ იყო კინოჩვენების დარბაზი რომელსაც არ ქონდა არაფერი ესეთ პატარა ფოიე რო ქონდა აი პატარა აი ამ ხელა და მანდ იყო ქუჩა გადიოდა ქუჩა გადიოდა და მოვიფიქრე ის რომ ეს ქუჩა გამეოქმებინა, ჩამეშენებინა ხოლი და სამსახიობო ოთახები, რომელიც წინ ქონდა პლეხანოვის მხარეს, შეგვეერთებინა და ფანჯარა გამეჭრა და კარები და პლეხანოვიდან ყოფილიყო შესაძლებელი. იმიტომ რომ როდესაც ბილეთს ყიდულობს და მაშინ ბილეთი მოგახსენებათ მანეთზე მეტი არ ღირდა. ჩვენ ბატონო შეეძლო კაც შემოსულიყო და მთელი კინოსტუდიის ეზოზე ებორიალა არ შემოვიდოდა სპექტაკლზე გატეხავდნენ რაღაცა გაიქურდებოდა ხო და ეს უხერხულობა იყო ამის გადაწყვეტა ესე შევძელი და ბატონ მიშას მოეწონა თან სამი ვარიანტი გაუკეთე ერთი პატარა ეს ჩაშენებით და ქუჩაში გამოსვლით მეორე კალასნიკების და იმისი მთელი სცენა არაფერი არ ქონდა იმ სცენასთან. ამიტომ ის ნაწილის და მესამე იყო ყველაზე დიდი. ესე იგი დიდი პავილიონიდან დაწყებული თუ კი რამე იყო იმ ადგილას. ეს გავაერთიანე. ქვემოთ კიდეს მასე რა ქვია სანაპიროზე სამი საცხოვრებელი კორპუსი იყო კინოსტუდიის. ისიც შემოვიყვანა. ანუ ქალაქს შეუერთე და სხვადასხვა რაღაცები გაჩნდა იქ. ნუ მიხალიანის მოეწონა რასაკვირია მითხრა, ახლა ამას ვინ გაგვიკეთებს ახლა მთელი ქალაქი გინდა რომ ახლა პატარა ჰოლივუდი გააკეთო, არ გამოვა. ეს ამის ჭერის ახდა ახლა არა, აი ეს პირველი ვარიანტი რაც გაქვს პატარა იქნებ ბედნიერი ვიქნები თუ ამას გაგვიკეთებ. თან მიხვდა რომ ამას იმდენი წრო დაჭირდებოდა. და დახურულიყო ამდენი ხანი. ეს კი არის პატარა ჩაშენებას გადავყევით. კი, მახსოვს ცოტა ხანი აქეთ იყავით ოფიცერთა სახლის კი არა, კავშირებულ სახლში მუშაობ. მანამდეც ესე იგი ჩვენ ძალიან კარგი დირექტორი ყავდა ბატონი მიშა რომ მოვიდა. იყო ბატონი კოტე სურმავა და ბატონმა კოტე სურმავა ყველაფერი გააკეთა აი დღე და ღამე შრომობდა რომ როგორმე სარეპეტიციო შევსულიყავით რომ დავდიოდით ხან ფიზკულტურის ინსტიტუტის დარბაზში სადღაცა სხვადასხვაში დავდიოდით და თან პირველი სპექტაკლი რომელიც გამაფორმებინა ბატონმა მიშამ ეს იყო ნუგზარ ბაგრატიონის კარებს აჯახულები ფერმოს ძალიან კარგი საკურსო იყო ამათი და საკურსო წამოიღეს ახალგაზრდა გვარდია წამოიღეს და მსხვერპლი არ გითამაშია არ გითამაშიათ აქ და ბაკულას ღორები ხო არა ბაკულა არა ეს იყო შუშანიკის წამება ბაკულა არის ნინელის და შუშანიკის წამებას ნუ მეტყვი ხარ ჩემი გაფორმებულია და შუშანიკის 76 არა ეგ 76 წელია მანამდე იყო ახალგაზრდა გვარდიის სახელი ახალგაზრდა გვარდიის ესპერალდა არა ესპერალდა არის გახსნის დღეს იყო მაგას ეს არის 78 მანამ სანამ ეს არის 78 წელი და მოკლედ როდესაც რეზუჩხეიძესთან წავედით მაშინ უკვე ეროსი იყო ჩვენ დონკინოში მუშაობდით ხოლმე უფრო მეტად დონკინოში ხო სიკოდოლიძე დაგვითმო ხოიე და იქ რეპეტიციებს ვატარებთ ჩვენ ბატონო და ნუ ვართ ესეთ მდგომარეობაში და თან გვითხრა ბატონმა მიშა რომ ეთყობა ჩვენო სოფელ უნდა ვიაროთო და სპექტაკლები ისე ვაჩვენებთ ამიტომ დეკორაცია იყოს ისეთი რომ ყველგან შეიძლებაოდეს მისი გაშლა დაშლა ადვილად წამოღება და მაშინ აი ფერმოს იდეა ქონდა უკაცრავად ჩაგერთვები რომ მატარებლის ერთი დიდი ვაგონი გავხსნათო და აი გვითამაშოთ ხოლმე და მატარებელი ხომ იდის სადურში გაჩერდებაო იქო ესე ვითამაშოთ და დაიშლება და აი მე ბატონი ბატონი გადავალ დროის სიმცირების გამო მე ახლა არ შეიძლება რომ არ დავივიწყოთ ხალბატონი ქეთითოლიძის წვლილიც
ამ თეატრის უდიდესი წვლილი ამ თეატრის შექმნისა და მისი შემდგომი განვითარების საქმეშიც და ბევრი იმ მსახიობის, რომელთა თაობასაც თქვენც წარმოადგენთ პირველ ყოვლისა. თან არის იშვიათად არის ხოლმე, რომ მსახიობი მუდმივად ერთგულია თავის თეატრის. აი ამ შემთხვევაში გალბატონი დარაჯანი არის მართლაც უერთგულესი ამ თეატრის დღიდან დაარსებისა ვიდრე დღემდე. მე მინდა ეხლა ვახსენეთ თქვენ რომ მიშა თუმანიშვილის არის დღემდე თეატრში. მე ვთვლი რომ არის დღემდე თეატრში. აი თქვენ როგორ გრძნობთ მის არსებობას თეატრში და ეს მისი არსებობა მე ამას წინათ ვკითხე კიდეც რამაზსაც და ნინელისაც. ეს მისი არსებობა რომ ის მისი აჩრდილი ჰამლეტის მამის აჩრდილის არ იყოს არსებობს. ეს გიშლით ხელს გეხმარებათ ხანდახან გბოჭავთ თუ რას გიშვებათ? ეხლა მე ისე ჩავერთე ამ გახსენებაში და იმაში რომ ასე პირდაპირ არ მინდა დავიწყო მივახდე ამ ჩვენი შემოქმედებით იმას, იმიტომ რომ ჩვენ ვიწყებდით პირდაპირ მუშაობით, ჯერ ფიზიკურად, ჯერ იქ გავაკარით რაღაცა კედელზე სანამ ეს დამუშავდებოდა ეს მთელი შენობა და რაღაცა მერე გადავედით უკვე შევქმნით ჩვენი პატარა ვიწრო გავდიოდით რეპეტიციებს, ყველაფერს ვაკეთებდით, ეწიუდებს, ფსიქოტრენაჟებს, ძალიან სასწაულის რიტუალებიც ჰქონდათ ძალიან. დიახ, რიტუალებიც და გადაღებაზე არც გვინდოდა, სურვილი არ ქონდა, მაგრამ აი როდესაც წავიდოდით, მაშინ ერთხელ მითხრა რომ ეხლა შენ რო წახვალო რა ვქნათ აქ. ესე იგი ერთ კაცსაც კი ველოდებოდით თუ წავიდოდა ან გადაღებაზე რაღაცა. ამიტომ რამდენზე უარი მithქვია საერთოდ გადაღებაზე. და მე როდესაც უკვე ჩვენ ჩავერთეთ ესა და მე სასწაულად წავიდა ჩვენი მდგომარეობა. ჩვენ 4 სპექტაკლი ქონდა დეკადა ვითამაშეთ იმ თეატრალურ ინსტიტუტში და როდესაც ჩვენ ვითამაშეთ ხორავას სახლში ეს 4 სპექტაკლი ზედიზედ. აი მაშინ აღიარა ყველამ რომ ჩვენ გვჭირდებოდა თეატრი. ბატონ მიშა სჭირდებოდა თეატრი რომ ამისთანა სპექტაკლების დაშლა და მსახიობების დაშლა არ შეიძლებოდა და ამიტომ მოხდა ეს ჩვენი ამ კეთის მეშვეობით რეზე ჩხეიძის დახმარებით ყველაფრით ეს დახმარებით გაიხსნა ეს ჩვენი თეატრი. და რაც შეეხება ახლა ბატონ მიშას ამჟამად თქვენთან არსებობს. რა თქმა უნდა ვერ გავეკცე, რომც მინდოდეს ვერ გავეკცევი, იმიტომ რომ ჯერ ერთი სკოლაა. სკოლა ისეთი სკოლა დატოვა მან ჩვენში, რომ ესე იგი არ არსებობს, რომ ჯერეთ ვერ უღალატებ. ლოგიკა არსებობს ხო ცხოვრებაში და ჩვენ მისდევთ ამ ლოგიკას და ისევ ცხოვრობ. ну თანამედროვე ხელოვნებაში არალოგიკურობა შემოვიდა ყველაფერი, მაგრამ იმასაც კი ჭირდება რაღაც გარკვეული საფუძველი, რომ ხო და აი ეს სკოლა, რომელიც ჩვენ დაგვიტოვა ბატონმა მიშა. კი არა, პირიქით, ისე მეხმარება რომ აი რაღაცაში რომ დაუშვათ რა სპექტაკლს ვაკეთებ, დაუშვათ და მუშაობ სპექტაკლში და ხო არის რომ არ მოგწონს რაღაცა, რატო არ მოგწონს, ფიქრობ, ლოგიკას მისდევის, ფანტაზიას იმას. ხო და მე დაფიქრდები რომ ერთხელ რა მითხრა ბატონმა მიშა. რომ მახსოვს რომ რაღაც სპექტაკლი იყო და ვაჩვენეთ ბატონ მიშას პრემიერამდე და ძალიან ბევრი რაღაცა იყო შიგ ჩაყრილი, ესე იგი ყველაფერს ვაკეთებდი იმასაც, მაგრამ რაღაცა არ გამოდი. თქვა დაჯექი ახლა იფიქრე მხოლოდ იმაზე, რა გაქვს სათქმელი და დანარჩენი ამოყარე ყველაფერია. აი იმ სათქმელის მიხედვით დატოვე, დანარჩენია მოხდა მართლა დავჯექი. ნახევარი ეს ამოვარდა. მაგრამ სამაგიეროდ ის ყველაფერი ხო დარჩა, რაც ემოციურად, რაც ამოცანა იყო, რაც სათქმელი მქონდა და ისე ლაღადას სწრაფად ითამაშდებოდა და ის ბედნიერი ვიყავი. ნამდვილად თქვენ კი ხართ ბედნიერი, მაგრამ აი ვანო, მე მგონი სწორედ ეს ფაქტი, ახლა თქვენ ვთქვით რომ მე დაბადებულიც არ ვიყავიო. ესენი ყველგან ეძებენ მიშას, როგორც ვიცი და თუ ისე არ ხდება, როგორც ისაკეთებდა და იმ მეთოდით არ მიყვებოდა, ცოტათი ისე არიან ხოლმე, რომ მსახიობებთან. ამიტომ მე ვფიქრობ არ არის მარტივი მათთან ყოფნა და მუშაობა და აი როგორ ეძებთ ამ საერთო ენას ამ დროს, იმიტომ რომ იმდენად ისინი სულ ეს ბატონმა მიშამ კარგია, ცუდია თუ ამას ვლაპარაკობთ დღეს, მაგრამ ეს დატოვა, რომ აი ესე იციან ამათ არტისტებმა, რომ ესეთი უნდა იყოს რეჟისორი. ესე უნდა გახსნან როლი ბიოგრაფიიდან მოყოლებული ვიდრე თქვენ. რამდენად უნივერსალურები არიან ესენი დღეს და მოქნილები თქვენთვის და ეს გიშლით ხელს თუ პირიქით თქვენს გეხმარებათ ამაში. აი კარგად წაიყვანეთ საუბარი და
პასუხი თქვენ თვითონვე გაეცით უკვე დასმულ კითხვას. მთელი გენიალურობა მიხეილ თუმანიშვილში მე არანაირი შეხება არ მქონია მასთან, მაგრამ ის რა თქმა უნდა თავის თავსაც კი ცდება, რაც დატოვა, რაც შეიძლება რომ წარმოიდგინო ადამიანი იტევდეს და ყველაზე მნიშვნელოვანი ის თეორიული ნაშრომები. რა თქმა უნდა ძალიან რთულია თუმანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი იყო. ძალიან ეს ვიმუშავე მაგ თეატრში და აქტივია, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მაგრამ თავარი ერთია, რომ ჩვენ დავწმუნდით ერთმანეთში და მთელი გუნდი დარწმუნდა იმაში, რომ მე მიხეილ თუმანიშვილის ფასეულობა მესმის, რაში მდგომარეობს. მაგრამ ეს ფასეულობა პრაქტიკაში, ასე ვთქვათ, ემსახურო და განახორციელო, რა თქმა უნდა, ურთულესია. მაგრამ იოლი არის ერთი რამე. ამ ადამიანებში იმხელა ინფორმაცია დატოვა, იმდენად უნივერსალურები არიან, მე ვერ წარმომიდგენია რეჟისორი თავისი კონკრეტული კონცეფციით, კონკრეტული ხედვით, ფორმით და თანამედროვე, ასე ვთქვათ, გადააზრებით, რომ ამ მსახიობებმა ვერ დაძლიონ ამა თუ იმ ამოცანით დასახული რაღაცა, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობები. იმიტომ რომ იმიტოა უნივერსალური მიხეილ თუმანიშვილი, რომ ის რაღაცა ის იყენებდა ყველა სკოლას, ყველა არსებულ თანამედროვე და ძალიან ძველ საყრდენზე იყო ეს ყველაფერი და მისი გენიალურობაც იმაშია, რომ ეს მის გადააზრებაში ეს ყველაფერი მოიტანა ძალიან თანამედროვედ მათთან და სპექტაკლებში. ნამდვილად, ნამდვილად მე ალბათ ეს მინდა დავამატე და აი გარდა იმისა, რომ ბატონმიშას ეს თავისი რაც ქონდა ეს სკოლა შექმნიდა რაღაცა. აი ვიტყვი რომ ყველა მხრიდან არის სტანისლავსკიდანაც ეყოლებული, ყველგან ბრეხტიდანაც აბსოლუტურად ყველაფერი. მაგრამ ჩვენთვის კიდე რა იყო? ჩვენ როგორც პრაქტიკაშიც გასწავლა და ეს პრაქტიკა იყო დიდი არტისტებთან მუშაობა. ბატონ ეროსისთან, რა ვიცი, დუდუხანა წეროძესთან, მამერთო აჩკარგა მოჩეს, უამრავი ყველანი ჩვენთან გადიოდნენ სპექტაკლებს თამაშობდნენ, გეგეჭკორი, გოგი გეგეჭკორი, რა თქმა უნდა. და ეს მართლა ძალიან დიდი ბედნიერება და საერთოდ თეატრის დამაარსებელთან ყოფნა არ არის მარტივი, მით უფრო მსახიობთან, თეატრის დამაარსებელთან სხვა პასუხისმგებლობაა და ძალიან დიდი ბედნიერებაც არის ამავე დროს, რომ იმ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა, რომელმაც ეს თეატრი შექმნა და იმ სკოლას ეზიარება, დღესაც აცოცხლებენ, რომელიც მიხეილ თუმანიშვილმა დატოვა. მე არ მომბეზრდება საუბარი მიხეილ თუმანიშვილზე, მე ბევრი მიწერია, დამიწერია, კიდე დავწერა ალბათ და ძალიან ბევრი თეორიული თუ პრაქტიკული შეხება მქონია, ამიტომ მაგრამ დრო ჩვენი სამწუხაროდ არის შეზღუდული. მე კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ, რომ ამ თეატრმა შეინარჩუნოს ყოველთვის ის ნიშა და ის მისი ხარისხი, რომელიც აქამდე მოყვება და საბედნიეროდ ეს ხარისხი არ დავარდნილა ამ წლების განმავლობაში. თითქმის 50 წელია, რაც ბაკულას ღორებს თამაშობს ეს თეატრი და გაისად არის მე მგონი იუბილე, სწორედ 50 წლიანი მახსოვს ის პრემიერაც, ღმერთო რა საკის ვარ უკვე. ძალიან მიხარია, რომ ეს თეატრი ცოცხალია, ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პატარა ქალაქიც აღდგება, როგორც ვიცი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკულტო სპექტაკლი ამ თეატრის და აი ჩანაწერსაც რომ უკვე ცოცხალია და ძალიან თან ზოგიერთი მსახიობი დაეწია უკვე იმ მასაკს, ვისაც იქ თამაშობდნენ და ეს უკვე იქნება გაცილებით ორგანული, არაჩვეულებრივი იყო დარეჯანიც, ერთიც და მეორეც ამ როლში, ორივე დარეჯანი თამაშობდა, ასე რომ წარმატებას გისურვებთ და ორმესი მადლობა რომ ჩვენთან. დავამატებდი თუ შეიძლება, დავამატებდი იმას, რომ სწორედ იმ 70-იან 80-იან წლებში კინოსტუდიაში, ქართულ ფილმებში მსახიობურმა დონემ მაგრა იწია. და ეს იყო ბატონიმიშვილის სამსახურება და გამართლება სწორედ კინომსახიობთა თეატრის შექმნისა. მიუხედავად აი ამ წინააღმდეგობისა და ბოლომდე რო გითხრათ ლოგო იმითო შეიქმნა კინოკადრში გაჭედილი არლეკინი. იმიტომ გადასარევია. ეს არის ჩემი თვალწინ. გაიჭედნენ არლეკინები გაიჭედნენ კინოკადრში. თვალწინ ხდებოდა ეს ყოველივე და მინდა თქვა მათ სასახელო და
მადლობა მინდა უთხრა ბატონ ვანოს, რომ მან ეს თემა გააცოცხლა და აქცია უკვე მე როგორ ჯილდო დაიჯილდო. სხვა ფორმით. ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ჩვენ რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით მცირე პაუზის შემდეგ.